მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ ვნახოთ გაშლა. ანუ როგორ დასრულდება ეს წელი და თქვენთვის რა თქმა უნდა, რა წავა, რა დარჩება. აბა ვნახოთ ახლა ჩვენ. პირველ რიგში ვნახავთ რა ენერგიებს შეეხლა იმყოფებით, რომ იცოდეთ, რომ ეს არის თქვენი გაშლა. და მომწერეთ რამდენად მოგეწონოთ ეს ჩვენი ახალი გარემო, რომელიც თქვენთვის შევქმენი. აი ახლა ვნახოთ. ვისთვის იქნება ეს გაშლა? ვისთვის იქნება დღევანდელი გაშლა? ძალიან კარგი ენერგია არის. აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ დაასრულეთ რაღაცა ძალიან რთული პერიოდი, რომელიც უკვე აი მართლა 10 საერთოდ მიყვარს ძალიან 10-იანი ხმალების, იმიტომ რომ ეს უკვე არის ის პიკი, როცა მაღალი ძალებს, ანუ ადამიანს რაც შეიძლება ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკვე თავისი, თქვათ, მტკივნეული მომენტები, რაღაცა პერიოდები, რომელიც უკვე მისთვის აღარ მუშაობდა, დასრულდეს. და თქვენ მიისწრაფებით ჩქარი ნაბიჯებით მიისწრაფებით ბედნიერებისკენ რა. იმისკენ, სადაც თქვენ იქნებით კარგად მშვენივრად. პრინციპში 10-იანები ეგაც არის დასასრული და აქ თქვენ ნამდვილად უკვე ფიქრობთ იმაზე, რომ მე მინდა ვიყო ბედნიერი, მე მინდა ვიყო კარგად, აქ რაღაცა სხვა და ნამდვილად აქ რაღაცა შეიძლება ზოგისთვის აქ დასრულება მოხდეს, თუნდაც ურთიერთობებშიც. ან რაღაცა ძალიან დიდი ცვლილებები გაქვთ თქვენ. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, უკვე ტაროს შევეკითხებით ნამდვილად, აბა რას გვაჩვენებს. ანუ მთავარი ენერგიაც გავიგოთ ჩვენ თქვენთვის, ანუ ამ დასასრულის მთავარი ენერგია რა იქნება, ეგ ვნახოთ ჩვენ აუცილებლად, რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, რა დარჩება, როგორც რესურსი, ხო, საყრდენი თქვენთვის, ხო, იმიტომ რომ ხა ყველაფერი ხო არ უნდა წავიდეს, აქ გვაჩვენეს ჩვენ ბოლოში რომ არის რაღაცა კოშკი, მაგრამ გააჩნია რაღაცები ხო რჩება, ესე იგი კოშკი ის იმისი მაჩვენებელი, რომ რაღაცა მიდის, მაგრამ გამოცდილება რჩება, რომელიც თქვენ დაგჭირდებათ სამომავლოდ, ხო? შემდეგი ვნახოთ ახლა რა საჩუქარს ან რა შედეგს მიიღოთ თქვენ ამ წლის ბოლოს. და ნახოთ ახლა რჩება მაღალი ძალებისგან რა დაგეხმარებათ კიდე, რომ უფრო კარგი იყოს თქვენთვის ესა როგორ უნდა იყოს განწყობილი, უფრო კარგად დაასრულოთ რა. კარგით, ნახოთ ახლა პირველი ჩვენ გვაქვს, ჩვენ აქ გახსოვთ ხო? მოკლე გაშლები, გრძელი გაშლები სხვა არხზე არის, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის. აბა ვნახოთ, მთავარი თქვენი ენერგია, სუპერ ენერგია. თქვენ ხართ აი სულად განულებაში, ანუ პრინციპში თქვენ აი ისე აი აბსოლუტურად ყველაფერი თუ რაღაცა იყო, ახლა აქაც გვაჩვენეს ჩვენ პრინციპში აქაც თქვენი ენერგია, რომ ამთავრებთ რაღაცებს, რაც თქვენთვის იყო უკვე მძიმით ვირთი. სრული განულება მიდის, როცა უკვე ადამიანი მშვენივრად კარგად ხდება, რომ ყველაფერი აბსოლუტურად აი, ახალი ვარ რა, აი განახლებული ვარ, კარგი ენერგია სხვათა შორის, რომ ესე იგი ნულამდე უნდა მივიყო, ანუ ყველაფერი თუ რამე თქვათ იყო ჩემ ცხოვრებაში, ის რაც უკვე ჩემთვის აღარ მუშაობდა. ვნახოთ მაშინ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან. მიდის აქ, так, ეხლა ეს უნდა დავაზუსტო რა მიდის, რას გულისხმობენ. აქ მეშვიდე ენერგია შეიძლება მიდის რა. თუ დაუშვოთ თქვენ ცხოვრებაში, არ იყო წინსვლა, თუ დაუშვოთ თქვენ ცხოვრებაში, იყო რამე ისეთი პერიოდი, როცა თქვენ დაუშვოთ გაჩერებულები იყავით, თუ არაფერი სიახლე არ მოდიოდა, ხო? ანუ ყველა აბსოლუტურად გაჩერებული, ნახეთ, მაღალი არკანები გველაპარაკება, ყველა გაჩერებული სიტუაცია თუ რამე იყო, თქვენი ცხოვრებიდან უნდა წავიდეს. მაგრამ მოდით ახლა კიდე მაინც დავაზუსტოთ ჩვენ, ანუ რას გულისხმობენ. აქ
რა იყო ასეთი გაჩერებული თქვენ ცხოვრებაში, რაც მიდის თქვენგან. ანუ რასაც არ გაძლევთ თქვენ წარმატებას რა, აი ეს რაღაცა მომენტები მიდის რა. შეიძლება სხვათა შორის ზოგისთვის მთავრდება თქვა თუნდაც აი მივლინებაში იყავით. ან იყავით დაუშვოთ თქვენ ახლა მუშაობდით სხვა ქვეყანაში, თქვა იყავით წასული და ბრუნდებით დამთავრდა თქვენ იქ ყოფნის პერიოდი დაუშვოთ. ეგაც შეიძლება იყოს. ნახოთ ახლა ჩვენ რას უფრო გვეთქვენ, რა მიდის, რას გულისხმობთ აქ თქვენ. აი უფრო სტაგნაცია, რაც გითხარით რა, უფრო სტაგნაცია, როცა არაფერი არ ხდებოდა, როცა რაღაცები თქვა შეიძლება გულის ტკენა რა თქმა უნდა, რომელიც ახლა ეგაც მიდის თქვენი ცხოვრებიდან, ანუ რაც თქვენ, აი თქვენ თვითონ უნდა იცოდეთ, რომელიც სფეროში იყო. მოდით ვკითხოთ უფრო რომელიც სფეროში, რას გვეთქვა. სიყვარულში სხვათა შორის, თუ დაუშვოთ რაღაცა სასიყვარულო თემები ისეთი იყო, თქვა, ან რამე სტრესები გქონდათ მიღებული, ხო? აი რაღაცა სულის ტკივილი თუ გქონდათ, ხო? ეს ყველაფერი უნდა წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან და უკვე ნამდვილად აღარ გჭირდებათ, ხო? ანუ შეიძლება ზოგს ფინანსურ თემებზე გქონდეთ სხვათა შორის მომენტი, რომ ბევრს მუშაობ, მაგრამ შედეგი არაფერია. აქაც აუცილებლად ეს თქვენი ცხოვრებიდან წავა და კიდევ სანამ შეგახსენებ აქაც რა, რომ ნამდვილად ვისაც უნდა, რომ ნამდვილად ეს ყველაფერი წავიდეს, ეს უფულობა და უსიყვარულობა და სტაგნაციები, მე გელოდებით ჩემთან ტრენინგზე, სადაც მოგცემ ძალიან მაგარ ტექნიკებს, რომელიც თქვენ აი ამ ყველაფერს მართლაც გადაგაგდებინებს და ახალ ცხოვრებაში შეხვალთ რა. შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა დარჩება, როგორც საყრდენი, როგორც რესურსი, რა დარჩება. ენერგია, ძალიან კარგი ენერგია. აი ნახეთ რა საინტერესო არის რა. ესე იგი, თქვენ რაც გართმევდათ აქ ენერგიას, ხო და რაც არ გაძლევდეთ თქვენ წინსვლას, ეს ყველაფერი წავა. შეიძლება ხო გეუბნებით, ბევრი სამუშაო გქონდეთ. და შედეგი არ გქონდეთ. აკეთებდით, მუშაობდით, მაგრამ შედეგი ნოლი, ხო? ან იმდენი რაც თქვა საჭირო, მაგრამ არც ისე რაც თქვა გჭირდებოდათ. გჭირდებოდათ, რაც გჭირდებოდათ გქონდეთ, მაგრამ არა იმდენი რაც თქვენ გჭირდებოდათ. მოდით ასე ვთქვათ. პლუს კიდე მიდის აი როგორც ვთქვით, რატო ახლა ამას პარალელს ვაკეთებ, იმიტომ რომ ნახეთ, ენერგია, ძალიან ახალი ენერგია რაღაცა რჩება თქვენთან რა. იმიტომ რომ ანუ ესე იგი მაღალ ძალებს მიაქვთ თქვენი ცხოვრებიდან ეს ენერგია, რომელიც არაფერს აღარ მუშაობდა უკვე თქვენზე, ვაფშე არ მუშაობდა რა. всё, მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ ახალი რაღაცა ენერგიები, რომელიც საჭიროა, ისინი რჩება, მივხვდით ხო? მოვლენები, მოდით ასე ვთქვათ, მოვლენები მიდის, ენერგია რჩება. ანუ რაღაცა თქვენ ამ პერიოდში ახლა ხო რაღაცას აკეთებდით, რა თქმა უნდა, ხო? და ამიტომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად აი როგორც ანუ კარგი ენერგიის აი ზარიად ენერგია როგორ არის ქართულად, ანუ მივხვდებით, ვინც ის რუსული დაწერეთ, ანუ ეს რჩება თქვენს ცხოვრებაში. ძალიან კარგი რჩება აქ თქვენ ცხოვრებაში ეს ენერგია. სხვათა შორის თუ დაუშვათ, კიდე რა რჩება? აქ რჩება ის მომენტი, რომ თქვენ მოერევეთ აი რაღაცა ფიქრს ადამიანზე, როგორც აი შეიძლება აქ სასიყვარულო თემაც არის, კი ბატონო, ანუ რჩება თქვენ ცხოვრებაში რა, ის რომ მე მოვერიე რაღაცა თქვა ნერვიულობას, რომელიც იყო დაკავშირებული შეიძლება თქვენ საყვარელ ადამიანზე. არ გამოვრიცხავ. კიდე შეიძლება რჩება რა, თუ დაუშვოთ თქვენ გაიცანით ვიღაცა ადამიანი, კი ბატონო, ისიც რჩება. კიდე შეიძლება თქვენ თვითონ გახდეთ ადამიანი, რომელმაც თქვა დაუშვოთ თქვენ გეძლებათ ენერგია, ბიჭებო, თქვენთვისაც ეს საყურადღებოთ არის და საერთოდ გოგოებებით, რომ როგორც ენერგია რო წავიკითხო, ხო? თუ დაუშვოთ თქვენ რაღაცა ისწავლეთ, ხო? რაღაცა პრაქტიკები, ან თქვენი რაღაცა პირადი დანიშნულება, შეიძლება მასწავლებელი იპოვოთ, შეიძლება თქვენ თვითონ დაასრულეთ რაღაცა, თქვა, ეხლა ამ წლის ბოლომდე სწავლა, ან შეიძლება თქვენ აქ უფრო როგორი თემა არის, იცით, მე ვიპოვე ის, რაც მე
მე მახარებს, რაც მე მაძლევს ბედნიერებას. მე ვარ ძალიან კმაყოფილი იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის შეიძლება იყო უცნაური, მაგრამ მე მაინც ამას ვიტოვე, გამარჯვებული ხართ, ხო? იმაში, რა ქვია, გაიმარჯვებთ, რაღაცა უფრო წინსვლა გექნებათ. იმაში, რაც თქვენში შემოვიდა ახალი, შეიძლება ზოგმა პირადი დანიშნულება იპოვა ისეთი საქმე, ხო, რომელიც მე სიამოვნებს, ბიჭებო, თუ დაუშვათ თქვენ ახლა აქ შეიძლება სიყვარული თქვათ, ხო, დაუშვათ ვიღაცა, შეგიყვარდეთ, ქალის ენერგია შემოვიდა თქვენთვის და თქვენ სიყვარულის ესეც რჩება თქვენთან, დაუშვათ, ამასაც არ გამოვრიცხავ, აქაც ბოლოში ნახეთ რვიანი ხმალების, აქაც რვიანი ხმალების. ნუ ძალიან კარგია ეს ენერგია, რომ რჩება, ეს პოზიტიური თქვენთვის ძალიან კარგია რა. უფრო მეტი კიდე რჩება ენერგია, რომ მე მინდა რომ რაღაცა თქვათ, თუ რამე შიშები მოერიეთ სხვათა შორის თქვენ, ეგაც რჩება თქვენთან, გამარჯვებული ვარ, გავიმარჯვე რა, ესეც რჩება თქვენთან, სხვათა შორის ძალიან მაგრად რა. კარგია ძალიან. ნუ ვნახოთ ახლა რა საჩუქარს თქვენ, რა შედეგს მიიღებთ თქვენ ამ წლის ბოლომდე. მე-15 ენერგია. ნახოთ რას გვეუბნებიან. რას მიიღებთ თქვენ ახლა აქ? ისეც რომ არა ვიცი, მე-15 რას გვეუბნები შენ ჩემო ძვირფასო? ნუ საერთოდ მიწიერ დონეზე ეს ხოთშოს ეს არის, მე-15 ენერგია ეს არის ჯანმრთელობა, მე-15 ენერგია ეს არის ყველანაირი რაღაცა სასიამოვნო ჩვენ საჩუქრად ვიღებთ, ხო? ეს არის ნამდვილად სიუხვეც სხვათა შორის რა. ეს არის შეიძლება ვთქვა даже სურვილის ასრულებაც, რატო? იმიტომ რომ ეს პოზიტიურ ჩვენ კონტექსტში ვკითხულობთ ახლა მაგას რა. რაც მე მინდოდა გულით და სულით, რაც მე მიზიდავდა, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, ეს არის რა, ეს რჩება როგორც საჩუქარი. ეს არის როგორც საჩუქარი. რაღაც ეს შეიძლება ეს თქვენი ხარიზმა, შეიძლება თქვენი მიზიდულობა, შეიძლება თქვენი რაღაც ნახოთ კიდე უფრო მითხარით რა რჩება როგორც საჩუქარი. ხო, ნახოთ მე არა საინტერესო. მე-15-ზე იდება ისა რა, ეიროფანტე რა, ეს ამაგარია. კარგი, იმიტომ აჩვენებენ რომ მართალი ხარ შენ, რასაც ეუბნები, რომ ყველაფერი თუ რამე შეიძლებოდა კარგი გაკვეთილების აღება, რაც გამოიარე, ყველაფერს კარგს მიიღებ, წინსვლა გაქვს ძალიან, იმიტომ რომ ნახე, მე-15 ეს არის, როცა მე ვიზიდავ ფულს, ვიზიდავ სიუხვეს, ვიზიდავ ხალხს ჩემს ენერგიაზე რა. ეს არის რა, პლუს კიდე ახლა როგორც საჩუქარი, აქ რას გვაჩვენებენ, იცი, სულიერ და მიწიერ დონეზეც რა, შენი განვითარება, შეიძლება შენ რაღაცა ცოდნა მოიზიდე, ხო? საჩუქარი იქნება, შეიძლება შენ ისეთი, თქვათ, რამეს ასწავლი და როგორც მასწავლებელი იზიდავ რა. თქვათ ადამიანებს, რომელიც შენი ხარიზმით, შენი ენერგეტიკით იზიდავ, ხო? გამოჯამრთელობა ყველა ვარიანტში აქ არის, თუ დაუშვათ რამე პრობლემა გქონდათ, კი, ნახეთ რა ენერგიები, პროსტ, რა გითხრათ რა, გეუბნებით, რაღაცა სიახლე, ახალი ეტაპი, მაგრამ თქვენ, საერთოდ მე-15 არის, ძალიან რომ მინდა რაღაცა, სურვილის ასრულება უეჭველი იქნება, კი, ნახეთ რა მხოლოდ ბედნიერება. სწორედ ჩვენ რა თქმა უნდა ვამბობთ, რომ იმ კონტექსტში არის მე-15, თუ არის რამე მატერიალურ ცხოვრებაში, რამე ბლაგა როგორ არის, ძალიან ბევრი თქვა სიუხვე დავარქვათ, ხო? ყველა სფეროში აბსოლუტურად ამას იზიდავ, რაღაც ძალიან დიდი სიხარული. შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება რაღაცა დიდი თანხებიც შეიძლება იყოს მე-15 ენერგია, ეს არის ფულის ენერგია, რა თქმა უნდა. ეგაც რა, იმაზე რაც თქვენ, ნახეთ, თქვენ დაუშვათ, სიტყვაზე ჰიეროფანტია, მაინც. თქვათ, რაღაცას სწავლობდით, ხო, რაღაცას სწავლობდით. რა თქმა უნდა, მოიზიდავთ ახლა თქვენი განათლება და თქვენი ეს სწავლა მოგიტანთ დიდ სიუხვეს და წინსვლას და ძალიან დიდ ბედნიერებას. აქ შეიძლება მოხდეს ისეთი მოულოდნელი რაღაცა, ნახეთ, კიდე
მე რო გეუბნებით სულ, ახლა მე რატო სულ ხშირად ვამბობ, ახლა როგორც გინდა ჩათვალეთ რეკლამა რაც არის. უბრალოდ ჩემი ამოცანაც არის, რაც შემიძლია მართლა მეტი მოვიზიდო ადამიანები ამ ჩემს ტრენინგებზე, იმიტომ რომ მართლა მაგ ძალიან მაგარი ინფორმაცია, რასაც ადამიანს აი ამ ბედნიერებას აძლევს რა. იმიტომ რომ ეს უბრალოდ ტექნიკა არის ვითომ, მაგრამ აი მუშაობს ძალიან მაგრად. აი და ამ ენერგიით შეგიძლია მართლა მოიზიდო შენ ცხოვრებაში ის, რაც შენ გინდა და ეს არ არის რაღაცა რა ვიცი, მისტიკური რაღაცა, ეს არის მართლა ძალიან მაგარი პრაქტიკები, რომელიც აი მეხმარება უკვე როგორც მე აღმოვაჩინე 19 წლიდან, რომ ბევრი რაღაცები არც ვიცოდი თუ მართლა ამ ტექნიკას ვიყენებდი, მაგრამ ეხლა მივხვდი, რომ მართლა ეს ტექნიკები ძალიან მაგრად მეხმარებოდნენ თურმე, რომ გავიაზრე ბევრი რამეები და ამიტომ მაგ ბევრი რაღაცა რაც შემიძლია გადმოგცეთ, რომ აი ეს შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ნამდვილი თქვენი სურვილები რომ მოიზიდოთ რა. ეს არ არის რაღაცა მართლა ის ზღაპარი თემები, ეს არის მართლა ისეთი ტექნიკები, რომელიც даже უკვე მეცნიერულადაც კი არის ახსნილი, რატო ხდება ადამიანის ცხოვრებაში ის, რაც ხდება, იმიტომ რომ ნუ მე ტიპი ვარ ვაფშე ისეთი, რომ მაინტერესებს ძალიან რატო, როგორ, ანაირად და აი ბევრი ინფორმაცია მაქვს მოზიდული იმისათვის, რომ გავიგო, რომ ნამდვილად მიწიერ დონეზე, გინდათ სულიერ დონეზე რანაირად მუშაობს ეს სულ ყველაფერი რა. ამიტომ თუ თქვენ ნამდვილად ახლა ფიქრობთ რას მომიტანს მე დაუშვოთ, ხო? ეს ყველაფერი მე გეუბნებით, აი იმათის პასუხი, რომ ნამდვილად ძალიან დიდი წინსვლა გელოდება და ძალიან დიდი სიამოვნება გექნებათ, იმიტომ რომ ეს 1000%-იანი მუშაობს, 100%-იანიც კი რა, 1000%-იანი მუშაობა აქვს, აი შედეგი აქვს ამ ყველაფერს რა. და ვნახოთ ახლა ნუ აი ნუ ახლა თასების რვიანი, ანუ რჩევა არის მაღალი ძალების იმისაკენ, რომ წადე, აი აქ ნახეთ ახლა, წადე აი ამ ცხრიანში, გადადე რა, გააკეთე, გაბედე რა, დატოვე ყველანაირად შენი დაარდე შენი ჯავრი, ყველაფერი დატოვე წარსულში და წადე აი ამ ახალში, წადე აი აქ და ნამდვილად აი უკვე შეგიძლიათ რომ შენ აქ მართლა იმდენი რაღაცები გამოვლილი, რომ უკვე ისედაც გაქვს შენ მიზანი აღებულია, რომ აი სიახლესკენ, ხო? ანუ ჩქარა გინდა, აი ჩქარი რაღაცა და ეს არის ზუსტად აი ჩქარი ტექნიკები რა, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ ძალიან და ნუ ნამდვილად ეს არის აი რაღაც სასწაული და რაცაც მე გეუბნებით და აკა თქვენ აი ნუ ეს გაშლაც იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც მზად არის უკვე პრინციპში იმისთვის, რომ ის ცხოვრებაში მოხდეს ცვლილებები. დამიჯერეთ, ჩემო სიხარულება. არ არის ესეთი რამე, რომ თქვა, შენ მარტო დივანზე იჯდები და მარტო მედიტაცია გააკეთე, რომ და ყველაფერი ეგრევე მოგივიდა, როგორ რასაც შენ გინდა. აი როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, რანაირად და რა უნდა გააკეთო, ნაბიჯს რო აგიხსნით, აი მე თქვენ ნახავთ, თქვენ რამდენად ეს არის მართლა სასარგებლო. ნახეთ, ვიღაცად კიდე გამოდიხართ მარტოობიდან, გამოდიხართ, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელიც თქვენ მოგიტანთ, ნახეთ რამხელა სიყვარულს, რამხელა ბედნიერებას. აი ჩქარობს თუ ვინმე მარტო იყავით, თქვენ დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი მარტოობა დასრულდება, იმიტომ რომ მოდის ადამიანი, რომელიც თავის ქმედებით უნდა შენ დაგემტკიცოს, რომ ნამდვილად მიყვარ ხარ, სიყვარული არის ქმედება, ხო? და ნახეთ, რამხელა თქვენი აი ეს რა ქვია, როგვი 10-იანი ხმალების, ხო? თქვენ რომ რამხელა გქონდათ აქ ნერვიულობა და თავის ტკივილი და ნახეთ, როგორ ცვლილება მოდის თქვენ ცხოვრებაში, ყველაფერი შეიძლება და რაღაცა ძალიან აი ახალი ცხოვრების ახალი გზა გექნებათ. გეხსნებათ ყველა ვარიანტში, გეხსნებათ ახალი ცხოვრების გზა. ნუ მე მინდა უკვე даже წინასწარ მოგილოცოთ იმათ, ვინც მომყვება უეჭველი ვიცი, რომ თქვენ იქნებათ კმაყოფილი, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მე კიდე შევხვდები თქვენ აქ YouTube-ზე ამ დღეებში, მე ვფიქრობ, რომ 12-ში, ვინც ახლა მიყურებს და კიდე დაგელაპარაკებით ჩემო სიხარულებო, იმიტომ რომ რა არის, შეიძლება გითხოთ, რა გინდა შენ, რომ ჩვენ გაგვიზიარო, იმიტომ რომ მე მინდა, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანი მართლა იყოს ბედნიერი და თუ ვიცი, რატომ არ გაგიზიაროთ, აი მითხარით რა, როცა ჩემი ცხოვრება წინ მიდის და მინდა რომ თქვენს, ვინც მენდობეთ, იმიტომ რომ აქ ხართ მხოლოდ ის ადამიანები ჩემ არხებზე, ვინც მე მენდობეთ, ამიტომ მე ვთვლი, რომ საჭიროდ რომ თქვენს გაგიზიაროთ ის, რომ რაც მე წლები მაქვს მოგროვილი, რამაც მომცა უკვე მაგარი შედეგი და მინდა გაგიზიაროთ, ჩემო კარგებო, რომ თქვენ ცხოვრობთ სიუხვეში, ბედნიერებაში და ყველაფერში აი თუ რამე არსებობს კარგში, ჩემო ლამაზებო.